ახლა მინდა რომ ჩემმა მოსწავლეებმა და ასევე იმ ხალხმა მომისმინოთ, ვინც ძალიან ხშირად უყვარს ყურება სხვების შედეგების და თავის სხვასთან შედარების. ძალიან დიდი რჩევა არის ჩემგან, იმიტომ რომ პრობლემა იყო ეგ ჩემი თავის დროზე, როდესაც ვუყურებდი სხვების შედეგებს და ეს დემოტივაციას მაძლევდა მე, იმიტომ რომ მეგონა ჭყალებში თავი, რომ ჩამორჩენილი ვიყავი იმაში, რომ მე უნდა ვაკეთებდი ამ დროში ამას, მაგრამ სხვები აკეთებენ და მე რატო ვერ ვაკეთებ. მსგავსი მიდგომა მქონდა, რაც არასწორი არის. სოციალურ ქსელში ჯერ ერთ-ერთი რასაც ხედავთ ძირითად შემთხვევებში, ხო? ყველაფერი არის ფეიკი. არასწორია და ძალიან ბევრი ტყუის და სიმართლეს არ იძახის. და მით უმეტეს ასევე ჩემი მოსწავლეებს უფრო ეხებათ ეს ყველაფერი, როდესაც ხედავენ სხვა ჩემი მოსწავლეების შედეგებს. აი ამ შედეგებს, რასაც სხვა მოსწავლეები დებენ და თვითონ იმ დროში მაგალითად ვერ დადეს რა დროშიც ჩემ სხვა მოსწავლეებმა დადეს, ხო? ეს დემოტივაციას ნუ გაძლევთ. ყველას თავისი დრო აქვს, ყველას თავისებური ათვისების უნარი აქვს. პრობლემა მაგაში არანაირად არ მდგომარეობს, თუ შენ საქმეს აკეთებ და იცი რაც არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო ამ საქმეში, შენი დროც მოვა. მთავარია მოთმინება გქონდეს და დისციპლინა არ დაარღვიო. თორე ყველაფერი აგერება და მე ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს. არავინ არ გააიდოლიზირო, ესე ვთქვათ, არავის არ უყურო ისე რომ აი მე მინდა რომ ესეთი ვიყო, იმიტომ რომ შენ მხოლოდ პირველ რიგში გინდა რომ შენი თავი განავითარო და შენს გუშინდელ დღესთან შედარებით უკეთესი იყო. სხვის შედეგებს ნუ უყურებ, მხოლოდ კონცენტრირდი შენს თავზე